ზევით შუაში გავხსენი, რამდენიც წავაგე, იმდენი იდო, კარმა. კაია, ვერც მოიგებ, ვერც წააგებ. აჰა, შენი იყოს. შენ გაჩუქეს, მაგრამ. ხო, მაგრამ მე წავაგე და აჰა, აქაა. წამოვწექი, რა შანსებზე ვამბობდი უარს, მაგრამ დღეს იყოს ასე, არა უშავს, დღეს ვიყოთ წაგებულები, მერე რა. 2-20 წუთში ფეხსაც მელი ჩავიცვი. ანდა ვითამაშებ ჯერ და მერე გაჩუქებ. როგორც ხვდებით, ალბათ მეორე თუ მესამე შემთხვევაა, როცა ფეხით ჩავედი აწ უკვე მოშორებულ და მივიწყებულ ადგილას. უკაცრავად აქ სადმე წყალი არ მოდის, წყალი გინდათ რომ მოდიოდეს. ახლოში არსად არაა. ვჩქარობდი და რამოდენიმე წამის მერე მივხვდი, წყალი გამომერთმია და დამელევებინა, მაგრამ არა უშავს, ვეღარ მოვიფიქრე. კედლებში დავბრუნდი და როგორც ხდება ასეთ დღეებში, ცუდადაა საქმე, ამის დედას შევეცი რა. მაგრამ იცვლება ყველაფერი, კაია, ძალიან კაია, აი საყოლ, ჯერ 10, მერე 24, ბარემ მესამედაც, რა 33, მაგრამ მაგარია, სამმაგი მაქვს და მშვიდად შემიძლია ერთფეროვნებას და არაფერს დავუბრუნდე, თან ბილეთებსაც დავწერ, ასე, კაია. მართლაც ერთფეროვნება და არაფერი ხდებოდა, ოღონდ ფსევდო-დადებითი არაფერი. აი უყურე, ჩემთვის თითქმის არაფრის აწევა არ შეიძლება, 7 ადგილას გავიკეთე ოპერაცია, შეიძლება რამე ზედმეტი რო ავწიო მუცელში, რაღაც მაგივრად მიზის პარკი და გასკდეს. შემაჟრჟოლა, ძნელი იყო. რამდენჯერ გითხარი, არავის არ აინტერესებ ჩვენ გარდა. რას მოგიკითხავენ, აბა რა სიზა, მასია მოწყობილი ცხოვრება, მიკვირს კიდეც, ჩემზე დიდი რო ხარ და მაგაზე გწყდება გული. გავედი ოთახიდან, დავსევდიანი, ყურადღება გადაიტანე, იცოდე, თორე ეგ ფიქრები დედას კიტირებენ. აი ამას მოусვენ, თან მოუწევ, ნორმალურია, აბა ვნახოთ ერთი ბილეთი რა შვება, მოდის, არ მოდის, ალბათ უკვე გატყდა. არა, გატყდა კი არა, რატო არ უნდა წამოვიდეს, უსერიოზულესი ბილეთია. ვა, პირველი დაჯდა, ეს იგებს აქ ნაკლებობაა, ვა, მაგარია, მართლა მოდის. ისევ მოდის, 15 წუთი დარჩა, შეეშვი ცოტა ხანი, არ გინდა, არ უყურო, დადე, გათიშე, წავიდეთ ვილაპარაკოთ, ოჯახს დრო უნდა დაუთმო. რა ხდება, აბა, როგორაა საქმე? ეგ არის დაჯდა, ჰა, ბილეთიც, დღეს რა კაი დღეა. 2-2-94 წუთზე და წამიერად განწყობა სასოწარკვეთილებისკენ შეიცვალა. არა უშავს, ხო შეიძლებოდა საერთოდ სულ წაგეგო, შენ კიდე 2 იმდენი მოიგე, არა უშავს. ტელეფონში თეთრი ხაზები ჩნდებოდა, თითქოს დაფაზე ვიღაც დიაგრამებს ხატავდა. 2-3-95 წუთზე, რა სასწაულია, საღოლ, იმენა ესეთი არაფერი მინახავს. საღოლ, ეგაა. რა თავი დავანებო, ამას როგორ უნდა დავანებო თავი, არა და დრო იყო ეს ყველაფერი უარყოფილი მქონდა, მაგრამ როგორ მენატრებოდა ხოლმე. და რა უნდა ექნა ადამიანს, თუ საერთოდ არაფერი გააჩნდა და არავინ ყავდა გვერდში 2 წუთით მაინც. მაშინ ყველაფერი ცოტა სხვანაირად დაეწყო, 4 კედლისგან გავთავისუფლდი თუ არა მთელი ქალაქი გამეხსნა სახედიალოდ, მეც რა უნდა მექნა, უკეთეს ვერაფერი მოვიფიქრე და გზებს გავუყევი. და რა უნდა ექნა ადამიანს, თუ საერთოდ არაფერი გააჩნდა და არავინ ყავდა გვერდში 2 წუთით მაინც. რა გამოცდებს და მოულოდნელობებს მოუწყობდა სამყარო, ალბათ ყველაზე ძლიერებს და ღირებულებს. ცხელოდა. რა თქმა უნდა, ჩემ თავს ვერ ვხედავდი, მაგრამ ხვდებოდი და ვჭრედდი. სულმთლად დაცარიელებული სახის გამომეტყველება მქონდა, გამლელებს და საგნებს ბუნდოვნად ვხედავდი, მზერა კი სადღაც შორს უსასრულობაში მიმდიოდა. და მაინც რა უნდა ექნათ ასეთებს, რითი უნდა გადარჩენილიყვნენ. მახსოვს ერთი ქალი ამასწინდელებიდან, სიცხეში, გრძელმკლავიანი ნაჭრისტანი სამოსით, ალბათ მთელი თავისი ქონება პარკებში ჩალაგებული გვერდზე ეწყო. ქვაზე მჯდომი სხეულს წინ და უკან აქანავებდა, რა ძნელი იყო ალბათ. ნაძვის ხის ადრეული ნაყოფი მოვწყვიტე, ფრჩხილით გავხლიჩე და შევისუნთქე, რა კარგი იყო, რა საამოსურნელი ჰქონდა. მივდიოდი და სურათებს ვუყურებდი, ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ნებისმიერ დროს შემეძლო უკან კედლებში დაუბრუნებულიყავი. უმაღლეს წერტილამდეც ავაღწია და ცას გავხედე. ჰორიზონტზე იდუმალებით გაჟღენთილი ცა ზღვად მეჩვენებოდა, რომელიც ერთ დროს მინდა მჯეროდეს, რომ ორად გაიღო და გზამკვლევმა თავისი ხალხი უბედურებისგან იხსნა. ჟუანტელმა დამიარა. ერთხანს უბრალოდ ასე ვიდექი გაშეშებული და უცქერდი მთელ რიგ მოძრაობებს. და რა უნდა ექნა მას, ვინც არავისი ჩანაფიქრი იყო და არ ჭირდებოდათ. გზას გაუყევი ისევე, ნაცნობმა ქუჩებმა ნაცნობი მოგონებები გამახსენა. ერთხელ და სამუდამოდ ხომ არ დამესრულებინა ეს ილუზიები.
მაგრამ არა, მათ გადამიბირეს და ახლა თავს წაგებულად ჩაუთვლიეს ძლიერი ნაბიჯი, რომ გადავდგა. გადამიბირეს და ბრძოლაზე უკეთესი არაფერი ვიცი ახლა. რატომაა, რომ მხოლოდ უკიდურესი უძლურების დროს ადამიანს ცხოვრება უყვარდება და ცდილობს მთელი ძალით ჩაეჭიდოს. ისევ დაუბრუნდი ადამიანთა შექმნილ სასოწარკვეთილ მცდელობებს ილუზიის მნიშვნელოვნად გახდისას. ახლა სხვა გზაზე მივდიოდი. შენ როცა გინდა მოხვალ წამოწვევი და აბა იმათ რა ქნან, ვისაც არ აქვთ არაფერი. მშვენიერი ღამე იყო, ნიავი უბერავდა აქეთ-იქით, სიმშვიდე, კარგი განწყობა. კარი დავკედე და გზას გავუყევი. მთელი ასეთი ღამეების ხიბლი იმაში მდგომარეობდა, რომ შუალედური, ნორმალური განწყობის ხალხს თავიანთ კედლებში ეძინათ. ან შეიძლება არ ეძინათ, მაგრამ არც ცხოვრობდნენ. საერთოდ ამ ბოლო ხანებში ცოტ-ცოტა რაღაცები შევცვალე. მართლაც თამბაქოს გარეშე სულ სხვა ცხოვრებაა. ადრე თუ სასოწარკვეთილების დაკარგვის მეშინო და ამ თეთრი ღერებით ვცდილობდი თითქოს ამ სრულყოფილი არსებობის მისტერიებში უფრო ღრმად ჩამეხედა, ახლა სულ მოქმედებას ვეძებდი. მერჩივნა ქალის სხეულის სითბო შემეგრძნო მთლიანად, ალბათ სადმე ქვიშის სანაპიროზე ღამით ამ უნებას მივეცემოდით ორივე და არც ერთ სხვა არაფერზე გვეფიქრა. შემდეგ კი როცა ერთი მეორეს თმაზე მოვეფერებოდა სიცილით ეტყოდა, თავი გაქვს ქვიშით სავსე და ვინ იტყვის რომ ზღვის სანაპიროზე ხარ. ახლა მართლაც მერჩივნა მეცხოვრა მოძრაობაში გართული ქუჩებს მიუყვებოდი და სასმლის, სიმარტოვის და მოგონებების განცდა მახალისებდა. არც ერთხელ ცხოვრებაში გვირაბში არ ვიყავი ნამყოფი და ამ ღამით მშვენიერი შანსი მქონდა, რომ ეს შემთხვევა გამომესწორებინა. შევედი. გვერდზე მიუყვებოდი გზას, სინათლე არ ჩანდა გვირაბის ბოლოს, მაგრამ რა თქინდოდა, თვითონ იყო მეტროს ბოლო გაჩერებასავით განათებული. და რა კარგი იყო, რომ ცხოვრობდი. მართლა გვერდში არავინ მყავდა, მაგრამ ეს შეიძლება უკეთესსაც კი ხდიდა ამ შემთხვევას. ქალაქის თითქოს ყველაზე სიცოცხლის მჩქეფარე ადგილას მივედი და საჭირო იყო გიქაურობას გავცლოდი. არასდროს მიყვარდა ასეთი ადგილები. აქ ხალხს ფერადად განათებული აბრები, უმიზნო მუსიკა და ფული აერთიანებდა, რომლის გარეშეც შეიძლება საერთოდ ვერაფერი გაეწყოთ ცხოვრებაში. გავეცალე კიდევაც იქაურობას და ქალაქის განათებული ქუჩებიდან ცოტა ფსევდობუნებრივ ჩაბნელებულ კიბეების ბილიქს ავუყევი. როგორ მიყვარდა ის მომენტი, როცა თვალი სიბნელეს ეჩვეოდა და როგორ მიყვარდა ამაზე ყურადღების გამახვილება. განა ისეთი რამ ახსენდებოდა ქვეცნობიერად ამაზე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. აგერ კიბეებს მიუყვები, ვიდოდი ხა თუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა არა შემეშინოს მე, მახსენდებოდა სიტყვები, გამახსენდა ადამიანზე ახდილი თავის ქალა და ამოჭრილი ტვინი. ასევე სიტყვები, ვინც არ სტკივა, მაინც გინდა თუ არა სრული სიბნელე და მარტოობა ადამიანში არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევდა. მაგრამ აქაურობის მეფე მე ვიყავი, რადგან ჩემს გარდა ალბათ არავინ ინება აქ ყოფნა. ამ ღამით მიუყვებოდი კიბეებს, ნიავი და სიმთვრალე მახალისებდა, უმაღლეს წერტილამდე წავაღწია და მთელი ცივილიზებული ქალაქი იშლებოდა ერთ გახედვაში. ახალგაზრდა ბიჭი ახველებდა იქვე გაკვირვებული მანქანის კარზე ხელით დაყრდნობილი და ასევე ბიჭი და გოგო იყვნენ მომენტს მიცემულნი ამ ხედთან. კარგი იყო, ცოტა ხანი დავყავი იქ და ისევ სიბნელეში გავუჩინარდი. ნელ-ნელა გათენებას იწყებდა, ცა ნადდებოდა და გულში მიხაროდა, რომ ამ ერთი შეხედვით უბრალო ყოველდღიურ მოვლენას ქუჩაში ხეტიალში ხვდებოდი. 7 მდინარე სარკესავით ირეკლავდა კლდეს ეკლესიასა და სახლებს. ელექტრომანათოვლები გაითიშა და ძლიერი სილამაზე მოხდინა ამ ამბავმა გარემოს. მანქანების ფარები საპირისპირო მხრიდან მზეებივით ამოდიოდნენ და ეს მართლაც ლამაზი იყო. ძალზედ დავეღალე, შარვალზე დავიხედე და ჭუჭყიანი მქონდა, ამის დედაც რა. შანსი არაა, რომ ტანსაცმელი არ გამეჭუჭყოს ერთხელაც რა. ახალ დღეს უმზადებდა სამყარო ხალხს, ახალ შემთხვევებს, მოგებებს, წაგებებს, ტრაგედიებს, სიხარულს, ამაოებას. კედლებშიც შევედი და როცა ტანსაცმელს ვიხდიდი დასაწოლად ვფიქრობდი, შენ როცა გინდა მოხვალ წამოწვევი და აბა იმათ რა ქნან, ვისაც არ აქვთ არაფერი. მომავალ ხალხს ვუყურებდი, რომლებიც მცდებოდნენ და თავიანთ ცხოვრებებში მიდიოდნენ. ყველაფრისგან გათავისუფლებული მატარებლის ბილეთების სალაროს მოსაცდელ სკამებთან ერთ-ერთზე ვიჭექი. ჯიბეში ღირებული არაფრით და უბრალოდ იმედით, რომ როგორც შევთანხმდით იმ დროს და იმ ადგილას შევხვდებოდით.
მთელი დღე არაფერი მეჭამა და საათი ალბათ შუადღის 2 იქნებოდა, მაგრამ მოღრუბლული ამინდით, სიგრილით და თავისებური ქალაქის შემოდგომის უჩვეულო სურნელით. ვზივარ ამ რკინის სკამზე, ძველი, მაგრამ ბევრი სამტანი ტანისამოსი მაცვია. აი ძველი ტელეფონები რომ იყო ხოლმე ქალაქში, ხურდას რო აგდებდი და რეკავდი. რა კაი იყო, ნეტა კიდე შემოიყო, მაგრამ ჩვენ დროში თითქმის ყველას თავისი აქვს, სულთლად დავსუსტი. ტანი ერთ მდგომარეობაში უძრავად მიშვენია და არაფრის შეცვლა მინდა. ვგრძნობ როგორ გადავდივარ ნორმალური მდგომარეობიდან რაღაც მისტიკურში თუ სულიერში, მაგრამ რამე რო იყოს ახლავე მზად ვარ, რომ ვინმეს მოქნეული დანა ავიცილო ან მსგავსისთვის. ცოტა ხანი მაინც მოვეშვი, ვის აინტერესებ. ამ ხალხმრავალ ადგილზე ვისრათ უნდა ადამიანის მოგლა. ყველას ეშინია ან ზეგავლენის ქვეშაა, უბრალოდ უნდა ითამაშო და ეგაა. ჰაერის ჩასუნთქვა რა საამოა. მომავალ ხალხს უყურებდი, რომლებიც მცდებოდნენ და თავიანთ ცხოვრებებში მიდიოდნენ. კაცი შავ შარვალსა და ზედაში, გამხდარი შავი სათვალით და სიარულისას ზევით ქვევით მოძრავი ტანით. თითქოს ადამიანი რომ გიყურებს, სულ რო სათვალე ეკეთოს მაინც გრძნობ. გოგო და ბიჭი ახალგაზრდულად ჯინსებში, მაისურებსა და მოდურ ქურთუკებში. სადღაც 40 წლის მსუქანი ქალი დიდი მკერდით და ძუძუს თავების ადგილას თეთრ მაისურზე დახატული ბუშშავი თვალებით. რანაირი წარმომავლობის და აზრის მატარებელ ადამიანს არ ნახავდი, მაგრამ მაყურებელი არ ჩანდა. თითქოს მარტო მე ვიყავი, სხვა ყველანი კი თავიანთ თამაშებს მისდევდნენ. უეცრად არ ვიცი ზუსტად რა მოხდა, ამ ყველა ადამიანის ხმა ცალ-ცალკე, მაგრამ იგივე დროს მესმოდა, სალაროს გათავისუფლების, კარის მოჯახუნების, მოძრავი კიბეების, ხედვაში თითქოს ფერები უფრო თბილი მოყვითალო გახდა, თითქოს გავლილი ხალხის ფიქრებიც მესმოდა, ვიცოდი სად მიდიოდნენ და საუბრისას რანაირი ხმა ექნებოდათ, რა კარგია, რა მშვენიერია, მხოლოდ ამისთვის ღირდა ცხოვრება, არა? სადა არ მოდის და გაფიქრების მერე თავი აუწია თუ არა მისი ღიმილიანი მზერა შემომეგება. სულ დაცარიელებული ვიყავი ამ დღის მიწურულს. საერთოდ დღისით წერა ნამდვილად ძნელია, მაგრამ რადგანაც უმეტესობა ხორციელი და მატერიალურისგან დაცლილი ვარ და ამ 20 წუთის წინათ ნამდვილად შევიგრძნობდი ცხოვრების თითქმის მთელ სილამაზეს, თან ისე რომ საქმიანობით ცნობის მოყვარე ადამიანებმა ვინაობა მკითხეს და ასევე მთელი მოსათხრობი ამბის უმეტესი ნაწილი სწორედ რომ ცხელი შუადღის დროს ხდებოდა, შევუდექი ამ პროცესს. ისე რა კარგი იქნებოდა რამე არსებობდეს და წერის მაგივრად ადამიანის გონებიდან ეგრევე იღებდეს მთელ სურათებს, ფიქრებს, შეგრძნებებს და სენსაციებს, მაგრამ მერე ხომ ალბათ ეს ყველაფერი ტელევიზორივით იქნებოდა, რომელსაც ასე ვერ ვიტან. მოკლედ აი თხრობას იმ მომენტიდან ვიწყებ, როცა ხის პადონზე ვზივარ, ცოტა იმედგაცრუებული, სულ ახალი თეთრი თხელი შარვლით, კაპიშონით და პაცნური სათვალით. მზერა ბუნდოვანებაში მიმდის. ტანი დაღლილია, ჯიბეში ფული მიტევს და ასევე წიგნი, რომელსაც უკვე შორგზაზე ველოსიპედით ვერ წავიღებ. ველოსიპედს ხაზში შესული ხელოსანი აკეთებს. ხელოსნის ალბათ ცოლი პატარა მაღაზიაში საქმიანობს. მაღაზია კი სავსეა ბურთებით, თოჯინებით და 1000 ბავშვის სათამაშოებით. აი ნამდვილად ჰუმანური ხალხი, ჯერ ამ ქალს რომ მივესალმე, თბილად მომესალმა. მერე კიდე ბავშვის სათამაშოებით ცხოვრება, ბავშვების ყოფის გალამაზება და გარეთ ხელოსანს კიდევ ყველა ხელსაწყო სიმაღლისა თუ სიდიდის მიხედვით ულაგია მაგიდაზე. 350 კილომეტრი და გზაში დაგეშლება უბრალოდ აიღებს და გადააგდებ, ფეხით გაუყვები გზას, ძლიერი ხარ, ხასიათი გაქვს საუკეთესო. არა, მგონი ნამდვილად დავიღალე, ფული გაქვს, ეგეც შენი ერთ-ერთი სისუსტე. მზადაა, მეორეც ჩამოიტანე და იმასაც დავაყენებ. კაი, მოვალ ცოტა ხანში. შუადღე იყო, როგორც უკვე იცით, მაგრამ ისეთი შუადღე რაღაც სერიოზულში რომ ხარ ჩართული და ეს ხიბლი თუ განწყობა ფეხებზე გაკიდებინებს სიცხებს, დაღლილობას, ოფლს, სხვების განწყობებს და მეც მთელი ცხოვრება ასეთი მომენტებით არ ვსაზრდოობდი. გზას აუყევი და ქუჩა სავსე იყო ლენტებიანი, მორთული, გარეცხილი, ძვირადღირებული მანქანებით და ასევე ოფიციალურ თუ ლამაზ ტანისამოსში გამოწყობილი ახალგაზრდებითა და ხალხით, ვინც ახალგაზრდობას მისტიროდა. გაოფლილი ქოშინით ჩამოვედი ველოსიპედიდან და გასაღებს დაუწყე ძებნა. სალამი ძმაო, როგორ ხარ? არა მიშავ, შენ როგორ ხარ? კარგად, გაიხარე.
გასაღებიც ვიპოვე და კედლებში ავედი, ვიბანაოთ, ეს ჩავიტანოთ, ფული მაქვს და წავედით.